არაერთგვაროვანი რეაქციები მოყვა ქართული ოცნების წევრებისა და მათი ახლო ნათესავების ციხიდან სასწრაფოდ გათავისუფლების ფაქტებს. უნდა გამოსულიყვნენ თუ არა საპატიმროებიდან, არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ის პირები, ვინც მინისტრობის კანდიდატების ოჯახის წევრები არიან, თუნდაც ისინი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ, მაშინ როდესაც ასეულობით უკანონო პატიმარი ჯერ კიდევ იხდის სასჯელს. კოალიცია ქართული ოცნების წევრებს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე დღეს პასუხების გაცემა უწევთ. ადამიანს ყველა არ უნდა იდეს ციხეში, არც ჩემი ძმა და არც ხუსი შვილი და არც ხუსი ქმარი. სასჯელახსრულების მინისტრობის კანდიდატი საზოგადოებაში გაჩენილ კითხვას თუ რატომ გაათავისუფლეს პატიმრობიდან მისი ძმა ვახტანგ სუბელიანი, მაშინ როდესაც ქვეყანაში ბევრი უკანონო პატიმარია, ასე პასუხობს. 2 წელი ჩემი ძმა მძევალი იყო, პოლიტპატიმარიც არ იყო, იყო პოლიტმძევალი ჩემს გამო, თორე თვითონ პოლიტიკასთან არ აქვს შეხება, აღარაფერს ვამბობ, დანაშაული არ მიუძღოდა. და ეხლა არ უნდა გაეთავისუფლებია, თქვა მინისტრი რომ გავხდებოდი, მე გათავისუფლება საერთოდ სკანდალი იქნებოდა. ხო, პეას თავისი ძმა გაათავისუფლა, 5 წელი უნდა ყოფილიყო მძევლის სტატუსში. სოზარ სუბარს ეთანხმება შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის სიმამრით ციხიდან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გაუშვეს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჯერ ქვეყანას სააკაშვილის ხელისუფლება მართავს და პატიმრების გათავისუფლებასთან კოალიციას კავშირი არ აქვს. თამაზ თამაზაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო პატიმარი იყო და ხელისუფლებამ თავისი დანაშაული თავადვე გამოასწორა. არასწორი შეფასებაა, რომ თავის ნათესავებს და იმებს უშვებენ, რადგან ჯერ გუნდი არ არის ხელისუფლებაში. შესაბამისად, არავინ ამოცანა თამაზაშვილთან მიმართებაში იყო, გამოეშვა იმას, ვინც უკანონოდ დააპატიმრა. კოალიციის კიდევ ერთი წევრი გოგა ჟვანია, რომელმაც თავდებით 3 აქტივისტი დაიხსნა ციხიდან სასამართლოს და პროკურატურის ქმედებას არჩევნებს უკავშირებს. ჩვენ გვყავდა რამდენიმე რეპრესირებული ადამიანი, 4 ადამიანი, ვინცაც ჰქონდა თავისუფლება აღკვეთილი. აქედან 3 უკვე გამოშვებულია, ეს საკითხი ჯერჯერობით ვერ გადავწყვიტ და ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში, ბუნებრივია საგამოძიებო ორგანოებში ვითარება შეიცვალა და ესენი გახდნენ ადეკვატურები. უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლება უმრავლესობით მოსულ ძალას საბოტაჟს უწყობს, რადგან კოალიციის ოჯახის წევრებს ისეთივე პროცესუალური დარღვევებით ათავისუფლებს, როგორც დააკავა. თუ ეხლა ამან ტენდენციის ხასიათი მიიღო, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ დამარცხებული პოლიტიკური ძალა ცდილობს სახელი გაუტეხოს ახლად მოსულ პოლიტიკურ ლიდერშიპს და აი ასეთი ქმედებებით საზოგადოებას უთხრას, რომ აი თქვენი ოჯახის წევრები კი სხედან, მაგრამ აი ეგ ნაცნობ მეგობრობა და ანუ კორუფცია მოქმედებს. კოალიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლების გადაბარების შემდეგ ყველა საეჭვო საქმე გადაიხედება და უკანონო პატიმრები ციხეს დატოვებენ.